მოგესალმებით. შაბათს 16 საათზე ტრადიციულად იმედის ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმუნიტეტი. ჩვენ კი მისი წამყვანები ექიმები ნინო ნადირაძე და გიორგი ჩიჩუა გახლავართ. ხვალ 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყველა ბავშვს გისურვებთ მშვიდობიან, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას. დღევანდელი გადაცემაც რა თქმა უნდა ბავშვებს, მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ეხება. ბავშვის აღზრდა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ჩვენი მშობლების მიზანია დაბადებიდანვე ვიზრუნოთ პატარების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, რადგან ბავშვებთან ურთიერთობისას სწორი მიდგომები დიდ გავლენას ახდენს მათ ჯანსაღ განვითარებაზე. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია: ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ბავშვთა იმუნიზაცია, ბავშვთა კვების რაციონი, ძილის რეჟიმი პატარებში. სწორი კომუნიკაცია ბავშვებთან. სანამ სტუმრებს მოვიწვევთ, შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. GM Pharma გახლავთ გადაცემის სპონსორი, ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. წყალი მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. ჩვენმა პარტნიორებმა მოამზადეს ძალიან ბევრი საჩუქარი, ასე რომ ყველა სტუმარი, ვინც დღეს ჩვენ გვესტუმრება, დასაჩუქრებული წავა სტუდიიდან. გადასარევი და მშვენიერი. და გიორგი ბავშვების სტუდიაში. გიო, მოდი გიო. მოდი გიო. მოდი ბავო. გიო, კარგია სტუდიაში? ესეც კირა. ოჰო, რა კარგია. ბუსტები ნახნიოს. ესეთი არ მაქვს მე. უშვანაილი მაქვს. ყველანი ერთად. და ჩვენ ვიწყებთ თამაშს. მე დავიჭერ ახლა შენ დაიწყე თამაში კინეტიკური ქვიშით. რაიმე გიორგი, შენ უნდა გახსნა საბავშვო ბაღი. დიახ. არცი ესე. აჰა. ბებო, მოგვეხმარე, ბებო. აბა, ახლა საკმარისია. პირველი არის ზღვის ლომი. ახლა ამოატრიალე კირა. აქ არ, მანდარა. აი, ასე. აი აქ. ახლა აწიე. რაიმე ქვიშაში. აი, ზღვის ლომი გამოვიდა. მე. ახლა შენ. დატკეპნე, დაარტყი. აწიე. აი რა მაგარია, ტორტის ნაჭერი, მშვენიერი. ახლა ბებოს ვთხოვოთ ტორტის არა, არ დავშალე. ახლა ბებოს ვთხოვოთ. ინა ბებო. აბა, მოდი. ტორტის ნაჭერი შენც გამიკეთე. მაგარია. რა კარგია. გიორგი, როგორ ვიფიქრებთ, როცა ახალგაზრდები ვიყავით ინსტიტუტში, რომ შვილიშვილებს ასე ერთად გავართობდით, აი იფიქრებდი. მეც არ ვიფიქრებდი. ახლა ყველამ ერთად ავაწყოთ ფაზლი. ფაზლი როგორია? აი როგორი ფაზლია და შეხარ ძალიან ენერგიული. უყურეთ. ფერების მიხედვით მიუსადაგოთ ის საგნები, რომელიც ეს გაბრაზდა, სადღაც წავიდა. ესე იგი, კირა, წვანე, ფოთოლი, მართალია. ყვითელი, კრუ. მოდი ჩემთან დე. ყვითელი კრუასანი. დიახ, წითელი ვაშლი. მართალია. მე მიყვარს ვაშლი, ხოლმე ჭამ. ვარდისფერი ცხენი. მართალია. ცხენი ვაშა. დიახ. ყავისფერი დათვი. ახლა ლურჯი. როდი ბუსტი. მართალია. მე მიყვარს ბუსტები. მეც მიყვარს. ხოჭი პეპასი ნახვე ბუსტები. დიახ. ახლა უყურე, დაუმიზნე ამის თავს. ოპა, დავიჭირეთ. ახლა შენი ჯერია. კი ბატონო, მოდი. ახლა შენ მოდი. აბა დაუმიზნე, მოიცა გავაჩეროთ. დაუმიზნე. გადადე. დავიჭირეთ ყვითელი თევზი.
ახლა კი რა. სანამ გიორგი ერთობა მოდი მშობლებს მოვიწვა სტუდიაში, მშობლებო სტუდიაში. ყველაზე დიდი სიამოვნება, ჩემო ნინა, მომანიჭეს ამ ადამიანებმა. აბა გთხოვთ, ბაია, ნოდარ. მოკლედ სანამ გიორგი ერთობა, მე კითხვით გადავალ მშობლებთან. ნოდარ, მე შენგან მაინტერესებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს. ხარ ძალიან ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, შვილი ხშირად ხედავს ტელევიზორში. უბრალოდ ის მაინტერესებს ტელევიზორში უფრო ხშირად ხედავს თუ სახლში და როგორ უთავსებ ამ ორ რთულ პროფესიას ერთმანეთს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყოველგვარი თამაშის გარეშე და იმის გარეშე გეუბნებით რომ ეს უნდა თქვა არა. გულწრფელად დიდი მადლობა მოწვევისთვის ესეთ მაგარ დღეს, როგორც კი დამირეკეს რომ ბავშვთა დღესთან დაკავშირებით უნდა მოხვიდე დიდი სიამოვნები და დიდი სიყვარულით მოვედი და აქვე იმასაც გეტყვით რომ წეგან საუბრობდი რომ გიყურებდით როგორ ეთამაშებოდით ბავშვებს არ გიწერია ჩინაგანაც სიბერე არც ერთს იმიტომ რომ აი გენიალურად ართობთ ბავშვებს და ხსნით რაც ყველაზე უფრო გიორგის ეხება. არა იცი რა განწყობა სანამ ჩაწერას დავიწყებდით განწყობა როგორ მიიღებთ ბავშვს და ეს თან მე ხო ვიცნობ ჩემშულს გრძნობიარია და პირდაპირ იღებს ამ ყველაფერს რაც შეეხება როგორ უთავსებ დროს მადლობა ღმერთს უთავსებ ეს ჩემი შვილიდან გამომდინარეც კარგად ჩანს ვინც მეუბნება ვინც პირველად ხდება ხოლმე კირას ხო რომ ძირითადად ჩვენ სულ თამაშობთ მე 1 საათიც რომ მქონდეს დრო მე იმ 1 საათს მთლიანად კირას თან გოგონებსა და მამებს შორის რაღაცა სხვა სენტიმენტებია კიდევ ხო იცით მე ეს გაგებული მქონდა აქამდე რომ აი ეს გოგო მამიკოს გოგო და ასე შემდეგ მაგრამ ეხლა გამოვცადე და მართლა ასია ჩვენ თამაშობთ ხოლმე სახლში ძალიან ხშირად სპექტაკლები იქნება თოჯინების თეატრი იქნება ყველაფერს ამას ვაწყობთ ხოლმე ჩვენ და თამაშობთ მულტფილმის პერსონაჟები ძალიან უყვარს და დამყავს ხოლმე ასევე თეატრში და მაქსიმალურად ვცდილობ რომ დრო დაუთმო რა და მე ყოველთვის მიკვირდა და მიკვირს და ძალიან ვბრაზდები როდესაც აი დღეს ეს აქტუალური თემაა როდესაც ტელეფონს აძლევენ და ანუ ამაზე კარგს რაზე უნდა და ვის უნდა დაელაპარაკო და ვის უნდა დაახარჯოთ რომ არ ვიცი ხა გიყურებთ და მართლა ბრავო ისე ეთამაშებით ბავშვს ეს კიდე ერთი გაკვეთილი მივიღე რა მართლა გეუბნები ღამე თუ გაგითენებია როცა ძალიან პატარა იყო კი ჩართული იყავი აი ამ მეუღლესთან ერთად შვილის მოვლის საკითხებში უფრო ეხა ხმამაღალი ნათქვამი იქნება რაღაცა მე ჩართული ვიყავი როგორიც და ვეხმარებოდი მე დეტალურად რაღაცები შეიძლება არ მესმო და არ ვიცოდ უფრო მეუღლე მაგრამ ის არასდროს მქონია გულწრფელად ვამბობ რომ ვთქვათ ქალმა მეხედოს კაცო მე ხა უნდა წავიდე და მაინც არა მეძინება დილით ადრე უნდა მსგავსი არაფერი ყოფილა გულწრფელად ერთად იმიტომ რომ გულშემატკივრობთ მე და ჩემ მეუღლე ერთად ბავშვის გაზრდას რა თან ეხლა ცოტა მერიდება რაღაცა საფრთხეძელოსავით არ მინდა გამომივიდეს და ხალბათ რა პათეტიურად რომ შემი შვილია და მიყვარს აბა რა იქნება არა მართლა დროს უკმობ რამდენჯერ ცუდ ხასიათზე დაღლილი მივსულ ვარ სახლში ისე გამოუყვანი ვარ ვითამაშია დაწყებული კაუჭობანათი და პიტერ პენი და მოკლედ გვიყვარს რა თამაში როგორ აძლევ შენიშვნას თამაშ ეგეც თამაშ აი ეს არქნა ესეთი რაღაც აი ძალიან იშვიათად აი თქვა ყოფილა რომ რაღაცა საქმეზე ტელეფონზე ვლაპარაკობ კი რა მაცადე მამიკო რა მე არასდროს არ ამიწევია ხმა ეს იმას არ ნახეთ რეცეპტი არც ვიცი იცით უბრალოდ ერთი რაც ვიცი შვილი უნდა იცოდე მოხარშულიო რო იტყვია და თავიდან ბოლომდე უნდა ცნობდე შენ შვილს და მორჩა თამაშით შეიძლება ეს ყველაფერი ისე განავითარო რომ საერთოდ ტელევიზორიც კი ძალიან მაწუხებს და ამიტომ ჩავიხვიე ესე ვთქვათ ეს ტელევიზორს ვიძახ მე აი ძალიან უბრაზდებ თუ ხარ საქმის კურსში როდის უწეს ბავშვს აცრა რა საკვებით უნდა იკვებოს ალერგიულია თუ არა მეუღლე უფრო დეტალურად აკონტროლებს იმიტომ რომ მართლა არ იცით არ მინდა ესე გამომიცა არ მესმის ეგ სფერო ასე ვთქვათ მაგრამ იმდენი ვიცი რომ ვთქვათ ეხა მეუღლესთან ერთად აი ამ დღეს უნდა წავიყვანოთ ექიმთან ამ დროს უნდა შევამოწმოთ არასდროს არ გადამიდია და ყოველთვის საქმე გადამიდია და წავსულა. საბავშვო ბაღში თუ დაგყავთ? კი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნები და გამოყვან არის ერთი დღესასწაული. რო გამოდის და რო გამორბის და მეხუტება და თამაშობ და იქვე ასწრებს სანამ ჩავიდე. მამიკო, დღეს ის მოუყევი ეს ხაპალი გავიქით, ყველაფერი იქვე ყვება, სანამ ჩავაცმევ, იქვე ყვება ყველაფერს. და აი, პირველად როდესაც მიიყვანე საბავშვო ბაღში, მე უბრალოდ მაინტერესებს, რომ ჩვენი შვილიშვილი რომ მივიყვანეთ ბაღში, ეს ისეთი პირველი დღიდანვე იყო აღტაცება და მიდის ბედნიერი. შენ შემთხვევაში როგორ იყო ეს?
ხო, მოვიტყუები რომ თავიდანვე სიხარულით მიდიოდა თქვა არ ყოფილა, მაგრამ ერთი უცნაური რაღაც მოხდა და არის ხო, რამდენად უცნაურია პრინციპში არ ვიცი, მაგრამ წასვლა არ უნდა, იმიტომ რომ ურჩევნია ჩემთან ითამაშოს. მამა ვითამაშოთ რა მეთქვის და მაგრამ იქ როგორც კი შედის ნახვამდის, უკვე იქ სამყაროა, იქ არტირის. თუ ყოფილა რომ აი შენი გოგონა თამაშობს, იჩხუბეს თავის ტოლებთან და ამ შემთხვევაში როგორ განმუხტავ ხოლმე სიტუაციას? ვერთვები და ვეთამაშები. ხო, ანუ ეს არის ხოლმე ის დაცვა, სხვა ბავშვზე გაბრაზება, აი ესეთი რაღაცა და შენ შემთხვევაში როგორ აცხრობ კონფლიქტს? დიახ, იმიტომ რომ ეს არასდროს არ მქონია და არც მაქვს რომ მამიკო ბიჭუნა გაჩერდი ან რაღაცა ის სხვას ვერ ვაძლევ შენიშვნას და არც მგონია სწორი ჩემიდან გამომდინა. პირიქით ვერთვები თამაში და აბა წამოდი ახლა გავიქცეთ და მოგზდევს კაუჭა და რაღაცეები და ვიწყებთ თამაშს და ხმალაობთ და რაღაცეები. მოკლედ ჩვენი სამყარო გვაქვს რა. მოწყობილი და არა. ძალიან მაგარია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, მაქსიმალურად. მე სანამ დაიწყებოდა გადაღებები გიყურებდი როგორი მაქონდათ ემოციური მამაშვილს და აი ბერი და როცა რაღაცას აკეთებდა სულ იყურებოდა რომ როგორ მოგეწონებოდა მისი საქციელი. დიახ, ეგ არის. ეს ეთყობა აპლოდისმენტები უყვარს. აი უყვარს, ეხლა კარგი სიტყვა თქვით, აპლოდ ის უყვარს რომ გამოვაცხადებ და შშშ და მე მგონი ბავშვებისთვის არ უნდა დაბიშუროთ ჩექებაც, მადლობაც და ძალიან ცუდად ხვდები ქუჩაში რომ ვიღაცა უყვირის პატარას, აი არ მისმის. არ ცუდი საყურებელია ნამდვილად. აუ ძალიან. ცუდი საყურებელია. გიორგი, ეხლა მე ჩაგენაცვლები ბავშვებთან. რა არიცი? აქ იმ ხელა სიამოვნებას ღებულობ, რომ არც მინდა მაქეთ მე მგონი გამოხედვა. თქვენ ბრავო, კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, მართლა ბრავო. ეს კიდევ ერთი დასტური რომ მამაკაცები ბოლომდე ბავშვებად რჩებიან. დიახ, დიახ. მაგრამ მე ახლა მესმოდა ძალიყურით ნოდარს რო ესაუბრებოდი, ახლა მინდა კითხვები დაუსვა თქვენ. კი ბატონო, მოდი დაგტოვოთ და მე ბავშვებს მიხედავ. მე ვარ ძალიან დიახ, მე ვარ ძალიან ფეთიანი დედა და ბებია და მოდი ვიქნები. მოდი დედი. მეგობრებო, მოდი ახალგაზრდები. გინდა ხელში. ეხლა ნინა ბებო მისაუბრა უკვე. ახლა გიორგი ბაბუმაც 1-2 კითხვა უნდა დასვას. ნახეთ, თქვენ ხართ წარმატებული თქვენ დარგში. სპორტში, სპორტული კომენტატორი ბრძანდებით ნოდარ და ერთ-ერთი წამყვანი პლასტიკური ქირურგი, ჩვენი ბაიკო. ნუ, ცხადია ხა ტრადიცია ოჯახური არ ირღვევა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად ასეთი დაძაბული რეჟიმისა. დღის განმავლობაში რამდენად ხშირია შენი კონტაქტი შვილთან? რო გითხრა რომ ეხლა დილიდან საღამომდე ბავშვთან ვარ თქო, ძალიან დიდ ტყუილს ვიტყვი, სამწუხაროდ არ მაქვს მაგის ფუფუნება რომ დილიდან საღამომდე ბავშვთან ერთად ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მასთან ერთად დროის გატარება, უბრალოდ აი სამსახურიდან და პროფესიიდან გამომდინარე, დილით ერთადერთი ის მიხარია, რომ ერთად ვიღვიძებთ, როგორც მე ვემზადები სამსახურში წასასვლელად, ის ემზადება ესე რომ ვთქვათ ბაღისთვის, კბილებს იხეხავს, ჩემთან ერთად იცმევს და ეს რაღაცნაირად მახარებს. ხო, და ნუ მე გავურბივარ ჩემთან სამსახურში, ეს მიყავთ ბაღში. და ერთადერთი რასაც სულ ვცდილობ, ნუ მთელი დღე სამსახურში რო ვარ, რომ აი ის მაინც მოვახერხო, რომ ბაღიდან მე წამოვიყვანო, რომ ის სიხარული დავინახო, რომ ვაკითხო ეს თვალებში მისი გავწყინება. გეთახმე, მე ზუსტად აი თქვენ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც მახსენდება ახლა ჩემი შვილების ბავშვობა. ბაღის ეზოში როგორც კი შევიდოდი შორიდან მორბიან ეს არის სასწაულია ეს საოცარი ემოცია და ამისთვის ღირს რომ აი ზედმეტი რაღაც დატვირთვა სამსახურში გადადო და დაუთმო იმიტომ რომ ამას ფსიქოლოგებიც ამბობენ ბავშვთა ფსიქოლოგები რომ კომუნიკაციას დედასა მამას შვილებს შორის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ რომ ახლა ისინი როგორც ღრუბელი ისე ითვისებენ ყველაფერს და ზუსტად იგივე ეს პატარა წყენა, პატარა იმედგაცრუება შეიძლება მერე რო წამოიზრდებიან, სულ სხვანაირად აისახოს მათ. აბსოლუტურად გეთანხმები და აი ორი სიტყვით დავამატებ ერთ რამეს, რომ აი კარგად თქვით რა, ზუსტად აი რომ ისრუტავენ ბავშვები, მოდუნების საშუალებას არ მაძლევს და რაღაც მე ერთხელ დავჯექ ჩემთვის და ვფიქრობდი რომ ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ლექციაა ჩემთვის, იმიტომ რომ მე არ მაქვს უფლება რომ მოვდუნდე და რაღაცეები ამის ასაკისთვის, რაც მნიშვნელოვანია,
რომ არ წავიკითხო, კიდე უფრო არ გავიხსენო, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ზედაპირულად პასუხი, იმიტომ რომ ის მერე წინ დამიდგება. აი რაღაცას რომ მეკითხება, ვცდილობ მაქსიმალურად რომ ამომწურავი პასუხი გავცე, იმიტომ რომ აინტერესებს. იმიტომ კი არა რომ უბრალოდ თან თვითონ რაღაცას მიირთმევდეს და მამიკო ეცე ლატო აი არა, აი აინტერესებს. გეთანხმები ნოდარ, იმიტომ რომ ესენი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან და საუბარი ისე რომ იცი რა შენ პატარა ხარ, შენ არაფერი არ იცი და მე რასაც ვიტყვი და როგორც გეტყვი, ისე უნდა შეასრულო. ეს არ არის მე მგონი სწორი მიდგომა და მაინტერესებს ბაიკო მაგალითები ოჯახში მაგალითი, შენი მაგალითი, აი შენ როდესაც რაღაცას აკეთებ, რაღაცა ქმედება, რაღაც მოგწევა, აი უფიქრთები თუ არას რომ ამას რომ შენი ვაჟიშვილი ამას უყურებს, აკვირდება და ხომ არ გაიმეორებს შემდგომში ამას. კარგ მაგალითებს გულისხმობ, ხო? რა თქმა უნდა, ყველა ვცდილობთ რომ კარგი. ან თუნდაც გაბრაზება, თუნდაც რაღაცა უხეში საუბარი ოჯახში. და ჩვეულებრივი ამბავია, ხო? არავინ არ თქვას, რომ მხოლოდ იდეალურია ყველგან ყველაფერი. აი პატარა ესეთი მაგალითების სახით რას აძლევთ თქვენ შვილებს? უმთავრესი, რასაც მე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მინდა რომ ამან გაიგოს ჩვენ შორის, ოჯახის წევრებს შორის კამათი და მაღალი სიტყვა. არ მინდა რომ აი ეს მოწმე იყოს აი ამ ყველაფრის. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. აი ხშირად არის ხოლმე კამათი მით უმეტეს ყველა ერთი პროფესიის როა სახში და ნუ რაღაც кейსის განხილვა რომ მიდის, არის ხოლმე იქ კამათები და სულ ვცდილობ რომ ეს როდესაც მისაღებ ოთახში ან რაღაცა სიჩუმე, სიწყნარე დაბალ ხმაზე ვიკამათოთ თუ შეიძლება. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი რატომღაც 4 წლის ასაკში მგონია, რომ ბავშვმა ეს ხმამაღალი სიტყვა არ უნდა გაიგოს. კი, იქ უამრავი მაგალითია, რომ ეხა შვილთან ერთად როზე ხარ, ტელეფონი არ უნდა სკროლო, რომ ეს მის ჩვევაში არ ჩაჯდეს და სწორედ უნდა მიირთვა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მგონია, რომ ის ემოციურ ფონზე იმოქმედებს, ეს არის აი ხმამაღალი სიტყვა, შენიშვნა, ჩხუბი და აი რა ვიცი, აი და მე ალბათ მაქვს ჩემი სტატუსი მალაპარაკებს ამა რჩევის სახით, რომ არასოდეს არ უნდა უთხრათ ბავშვებს გაჩუმდი შენ არ იცი და შენ ეს არ გეხება. აი ეს, იმიტომ რომ ძალიან ისტრესება ბავშვი ამ სულთა ფანტაზია აქვს და პირდაპირ. დიახ, მივცეთ გამოხატვის უფლება, იმიტომ რომ ის არის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი ოჯახის, ხო? დიდი მადლობა. მაგრამ ახლა მე მგონი, ნინა, დროა გადავცეთ ჩვენ სტუმრებს საჩუქრები. დავიწყოთ. ბავშვებო, ახლა თქვენთვის მე მაქვს საჩუქრები. აბა ვნახოთ რა არის. დავიწყოთ. მანქანა. დავიწყოთ კირათ. ეს შენი საჩუქარი. აბა ვნახოთ ახლა. ეს ჩემო ადუ შენი საჩუქარი. გიორგი. გიორგი. ბაბუ, ეს შენი საჩუქარია, მაინც ოჯახში მოვა, ბაბუ. მოდი, აიღე, ბაბუ. და რა თქმა უნდა, გემრიელობები. ლოკომოკო. ისე სანტესგან. არ მოგატყობ ლოკომოკოს მაწონს, მეც ვეცილები ხოლმე ჩემ შვილიშვილს, იცი? მაცივრიდან ჩუმად იპარავ. ჩუმად იპარავ, კი. და თუ მორჩება, მე ვამთავრებ. მანქანამი. ბავშვი. კირა, შენ გიყვარს იოგურტი? ბა? იოგურტი გიყვარს? კი. მოდის შენთან საჩუქარი. ლოკომოკოს იოგურტები. ხე რამდენი იოგურტებია და ადუ, მაწვრები. ეს შენ. ონთ ისე დამალე რომ ბებიამ ვერ მიაკვლიოს. გიო მამუალა. გიო ალაგებს აცალე. მოდი აი მივცეთ კირას ეგა, იმიტომ რომ გიორგი ალაგებს თავისას. მიდი. ეს მივცეთ კირას. აი კირა. აბა გიო, მოდი აქ. აქ მოდი, აქ დავდგეთ და აქედან დავსნათ. კაია. ახლა საჩუქრები ავერსისგან. ხელები დაეხალა ხელები. და ჩიკოს საჩუქრები. და რამდენი ევროპული ხარისხის პროდუქცია ავერსისგან. შეხედე, მოდი კირა ნახერებია. შეხედე, ვაიმე. ნახე? შეხედე, ამითი იბანავებ, ხო? გავხსნათ? გიუმწამოს. გიომ უნდა მიირთვას? სენი გასული. გიო, მითხარი შენ მე გამახსენე. ვაშლში რა არის? ინა. გინა.
თევზში ომეგა. და ხორცში ცილა მართალია. ჩვენ ყოფზი რო არ გვაქვს. როგორ მივირთვათ? ესე პირდაპირ? კარგი, მოდი. დედა როგორ ბავშვ თავისით ნახე როგორ ჭამს. ნაბედნიერება ჩვენ 20 კაცი ვცეკვავთ რომ პირი გავაღებიოთ. მუსიკა მინდა. ბასკა გამო. მოდი. სახუთუნობა. ახლა კი გადაცემაში რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ გვესტუმრებიან ქეთი ხატიაშვილი თავის პატარებთან ერთად და ჩვენი ყველაზე საყვარელი პედიატრი ატონი თემურ მიქელაძე. თევზი ამოვიყვანე. ოპა. რეკლამის შემდეგ იმუნიტეტი დაბრუნდა ეთერში. ახლა კი სტუდიაში მოვიხოთ ბატონი თემურ მიქელაძე. ბატონო თემურ სტუდიაში. მოგესალმებით. ჯანმრთელობას გაუქმდი შუქაშვილი შესწინებენ. დიდი პატივი. ეს კომპლიმენტია ჩემთვის. შვაში. წყალი რა თქმა უნდა. თის წყალი სინით არ არის ბრომატი, იცი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ზაფხულის პერიოდია. ადამიანი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და ვიცით რომ რეკომენდებულია მინიმუმ 2.5 ლიტრა წყალი, ხო? თუ უფრო მეც მივირთვით, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესია იმისთვის, რომ მთელი ორგანიზმი იყოს გაჯერებული წყლით. როგორც ეს მაინც უნდა გავთვალოთ ასაკის მიხედვით, ადრეულ ასაკში უფრო შედარებით მცირე რაოდენობით და ასაკის მატებასთან ერთად, გარემოს ტემპერატურის ცვლასთან ერთად, რა თქმა უნდა, 2.5 ლიტრი წყალი. ნამდვილად. ბატონო თემურ, ადრე ასე არ იყო. დღეს ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვამჩნევ, რომ სანამ მშობლები გახდებიან, უკვე იწყებენ მომზადებას, კრეფენ ინფორმაციას, სხვადასხვა ლიტერატურას ეცნობიან, კითხულობენ, თუ როგორ უნდა გახდნენ მშობლები, რა უნდა იცოდნენ ამისთვის, რომ ბავშვი სწორად გაზარდონ და სწორად აღზარდონ. შენ პრაქტიკაში როგორ არის? უფრო მეცად გეტყვის, მე მქონია რამოდენიმე ბევრი არა, მაგრამ რამოდენიმე ათეული შემთხვევა, როდესაც სანამ შულს გააჩენს, სანამ მშობიარებს, მოდიან 2-3 კვირით ადრე და რაღაც ინფორმაციას იღებენ შენგანს თუ როგორ უნდა მოიმზადონ ისინი. ჩვენი მთავარი მიზანი რა არის, როგორც ექიმების მიერ, ისე მშობლების მიერ, სახელმწიფოს მიერ, ყველა მაქსიმალური ზრუნველობა გამოვიჩანოთ მათ აღზრდაზე. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, ეს არ არის ახალი, იყო ადრეც მომართვიანება, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო პასუხისმგებლიანები გახდნენ მშობლები, ის კი რომ ელემენტარულად სწავლობენ იმ გადაუდებელ ღონისძიებებს, ეს იქნება ადრეული ასაკის ბავშვი, ჩვილი, ახალშობილი 1 წლამდე, წლიდან 3 წლამდე, 3-დან 5 წლამდე სხვადასხვა манипуляციები ჩასატარებელი და ეს მისასალმებელია, რომ უფრო მეტ განათლებას იღებენ. მაინტერესებს მშობლების ასაკმა მოიმატა თუ არა გასულ აწლეულებთან შედარებით. მოგახსენებთ, ასაკმა მოიმატა, მშობელს ჯერ უნდა სწავლა, რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემებია, ბავშვის აღზრდა არც ისე მარტივი არ არის, ხო? დაკავშირებულია უმრავლ სოციალურ პრობლემასთან, ამიტომ ცდილობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ, ჯერ ისწავლონ, შემდეგ იმუშაონ, რაღაც ფინანსურად მოიმზადონ, რომ შექმნან და თავის პირშოს მაქსიმალური გაუკეთონ, იმიტომ რომ ერთია, რა თქმა უნდა, შობადობის ამაღლება, მეორე ამ ბავშვის განათლება, პირველ რიგში განათლებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და ნებისმიერ ქვეყნებში დაწყებითი განათლება, როგორც მოგეხსენებათ, არის უფასო, ხო? ამიტომ მაქსიმალური ზრუნვა ბავშვთა დაცვის ერთ-ერთი ბავშვს ესეთ ტერმინიც კი არის, ხო? ბავშვს ჩანასახებიდან აქვს უფლება იყოს დაცული. ამიტომ მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ ჩვენ სახელმწიფომ, რომ სწორედ ამ ახალგაზრდებს ხელი შეუწყოთ იმისათვის, რომ ეს ასაკი კი ბატონო გაიზარდა, უფრო ხანდაზმული მშობლები მოდიან, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რეპროდუქციული ასაკი შევინახოთ, გავზარდოთ. ბატონო თემურ, მოდით ახლა კონკრეტულ სამედიცინო საკითხებზე გადავიდეთ. მშობელი, ახალშობილი, პატარა. მოდი დავიწყოთ კვებით. კვება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა რეკომენდაციებს მისცემთ ახალბედა მშობლებს დაბადებიდან? როგორ ვიკვებთ? ოქროს სტანდარტი, როგორც მოგეხსენებათ, ბავშვთა კვების არის დედის რძე. და მთავარი რაც არის, ექსკლუზიურად შევუნახოთ ის, რომ 6 თვემდე მიიღოს დედის რძე და შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, ის იმუნობიოლოგიური აქტივობა სულ არის საუბარი იმაზე, ხშირად მოავადე ბავშვი, დღეს წავიდა
არანაირი კვლევა არ ჭირდება იმას, რომ ზუგდუდთკვებაზე ყოფილი ბავშვები უფრო ნაკლებს ავადობენ, სხვა განვითარება აქვს, მაგრამ თუ არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიწყებთ ხელოვნურ კვებას. ხელოვნურ კვების თქოს აქაც უნდა განსაზღვროთ, რა ტიპის ხელოვნური კვება გამოვიყენოთ, ხო? დაუშვათ თუ არის რაღაც კონკრეტულ საკვები ნივთიერებაზე აუტამლობა, შესაბამისად ვიწყებთ ასეთ კვებას. რაც შეეხება ჯერადობა, ეს არ არის განსაზღვრული, არავინ არ საზღვრავს, რომ მაინც და მაინც 1 საათში მივცეთ, 3 საათნახევარში მივცეთ, უბრალოდ შუალედი არის ეს დამოკიდებული იმ ანატომიურ ფიზიოლოგიურ თავისებურებაზე, რაც ბავშვის კუჭს და საჭმლის მონალებელ სისტემას გააჩნია, რომ ჯერადობა იყოს 3 საათნახევარი 4 საათიანი შუალედით და 6-8 საათიანი ღამის შუალედი, რომ ელემენტარულად ჩაბულმაც მოისვენოს, ბავშვს საჭმლის მონალებელმა სისტემაც დაისვენოს და ასე შემდეგ. აი ესეთი რაღაც მკვეთრი რეკომენდაცია ამისა არ არსებობს. რაც შეეხება ზუგდუდის ძეს შემთხვევაში შეიძლება დაახლოებით 15-20 ჯერაც შეთავაზო მცირე ულუფებით ბავშვს. და მთავარი არის რომ იყოს ხარისხიანი საკვები. ხარისხიანი საკვები უნდა მიიღოს როგორც დედამ, პირველ რიგში ეს უნდა იყოს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ადაპტირებული საკვები, ხორცის პროდუქტები, რძის პროდუქტები და შემდეგ უკვე ექსკლუზიურად ზუგდუდის კვების შემთხვევაში 6 თვიდან ჩვენ ვიწყებთ დამატებას, ეს იქნება ფაფის სახით, ბოსტნეულის პიურეს სახით თუ ასე შემდეგ და მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, თუ ბავშვი არის თვითკვებაზე, აუცილებელია რომ მშობელმა გაიაროს გადაუდებელი დახმარების ელემენტარული 5-10 წუთიანი სხვადასხვა სივრცეში შეიძლება მოიძიოს და იქ არის როგორ უნდა გააკეთოს საკვების გადაცდენის დროს, წყლის გადაცდენის დროს, რაღაც უცხო სხეულის გადაცდენის დროს, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ახლა ბავშვმა საკვებთან ერთად შეიძლება რაღაც სათამაშოც გადაყლაპოს და ამიტომ ყველა სათამაშოს აქვს თავის რეკომენდაცია, ხო, 3 წლამდე არ შეიძლება ან დაუშვათ მაღალი მწარმოებლები და ისეთი წარმოებლები, რომელიც კეთილსინდისიერები არიან, ყველა თავის სათამაშოებში რაღაც ეგრეთ წოდებულ პიგმენტს ამატებენ, რომელიც რენტგენოკონტრასტულია და შესაბამისად თუ გადაცდა იმ შემთხვევაში ეს სათამაშო შეიძლება აღმოაჩინოს. გაიზარდა ბავშვი. და ეხლა რაღაცნაირად ეს მითები, რომ აი ბავშვმა რამდენჯერ შეიძლება კვირაში მიითვას ხორციანი საკვები და ეს წვნიანი ვაჭამოთ თუ არ ვაჭამოთ. რა არის მითი, რა არის რეალობა? წვნიანი რა არის? ხორცი, დაუშვათ, ან ბოსტნეული და წყალი. ამიტომ ჯობია ბოსტნეული ცოცხლად შევთავაზოთ თუ მიიღებს ბავშვი და წყალი თალკი დავალებინოთ. ისევე როგორც ხორცის ნახარში მე საერთოდ რეკომენდაციას არ ვწევ ბავშვებში, ხო? უნდა ჭამოს თალკე მოხარშული ხორცი, ბოსტნეულის პიურეში შეზელილი ხორცი და წყალი მიირთვას. ანუ შესაბამისად ის მისი კვებით ღირებულობა უფრო მეტია, ვიდრე ნახარშის შემთხვევაში, ხო? აი სულ მოდის მშობელი და ჩემი შვილი არის უჭმელი, არ იღებს საკვებს და თუ კარგად ჩავეკითხებით, აღმოჩნდება რომ დღის განმავლობაში 9 კილოგრამამდე შოკოლადი აქვს მიღებული, ხო? რას ვაკეთებთ, რომ ავარიდოთ ბავშვის ზედმეტ ტკბილს? საერთოდ არ მივიტანოთ ოჯახს. მე ასე არ მიმაქვს უბრალოდ. ხო, რა თქმა უნდა, შესაბამისად ნაჯერი ნახშირწყლები, ეგრეთ წოდებული ნაჯერი ცხიმები მაქსიმალურად უნდა შევთავაზოთ, რომ ეს ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები მიიღოს ბავშვმა, უნდა ავარიდოთ მას. ამიტომ ესეთი ტკბილი საკვები იქნება, შოკოლადი, ხილი შევთავაზოთ, თვითონ მივაღებინოთ, ეგრეთ წოდებული ნამცხვარი სახში გამოვაცხობინოთ, ხო? როგორც ხილით და თვითონ მიიღოს მონაწილეობა ამაში. როგორც მოგეხსენებათ 21 საუკუნის პრობლემა რა არის? ჭარბი წონა, ცივილიზაციის დაავადებები, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. ამიტომ ეპიგენეტიკურად ჩვენ შეიძლება გულსიზრახთა სისტემის პათოლოგია განვავითაროთ ამ ბავშვში, ანუ მოზრდილობაში შაქრიანი დიაბეტის მაღალი რისკი იყოს და სხვა დაავადებების, როგორც არის გაცხიმოვნება, გულსიზრახთა სისტემის დაავადება, სიმსუქნე და ასე შემდეგ. ბატონო თეო, დღეს ჩვენს ქალაქში და ყველგან საქართველოში არის ძალიან ბევრი გასართობი ცენტრი. და მოგეხსენებათ იქ არის ძირითადად წარმოდგენილი სწრაფი კვება. აი ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ? იმიტომ რომ ეს წვდუნება, ის ფრი, რომელიც არის გაჯერებული ცხიმით და მავნე ნივთიერებებით მოგეხსენებათ, აი როგორ დავიცვათ ბავშვები? მე ვფიქრობ, რომ იშვიათად შეიძლება. რა თქმა უნდა, დასაშვებია კვირაში ერთხელ, მაგრამ გასართობ ცენტრში რომ დაუშვათ და დაბადების და დღესასწაულო ცენტრებზე საუბარი, ხო, წვეულებებზე, როდესაც ერთი ბავშვი 3-4 მე მქონია რამოდენიმე ათეული შემთხვევა, ხო, ერთ დროს მიდის 3-4 გასართობ ცენტრში სხვა დაბადების დღეზე. ეგეც რა თქმა უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და უნდა იყოს ბალანსირებული. თუ არ იქნება ეს ბალანსირებული, აი სწორედ ეგ არის ის დაავადებები, რაც ეპიგენეტიკურად აისახება 50 წლის მერე. გულსიზრახთა სისტემის პათოლოგია, იგივე გაცხიმოვნება, სიმსუქნე და ასე შემდეგ. როდის უნდა შემოკრას განგაშის ზარი მშობელმა, რომ აი მეტყველების შეფერხების როდის ითვლება, რომ
უკვე ძალიან დააგვიანდა ბავშვმეტყველება. მეტყველების აქ თავის განვითარების ეტაპები ხო? ამიტომ ჩვენ ვაფასებთ დაუშვათ 6 თვის ასაკში განვითარებას 1 წელზე წლინახევარზე. რაც შეეხება განვითარების ეტაპების დაყოვნების ძირითადი კლინიკური გამოვლინება მაინც ვლინდება 2 წლიდან 2 წლინახევრამდე, ხო? მანამდე უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად ეგრეთ წოდებულ ეკრან დამოკიდებულებას ავარიდოთ, როგორც მოგეხსენებათ ამერიკის პედიატრთა აკადემია 3 წლამდე საერთოდ არც ეკრანს, არც გაჯეტს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თქვენ არის ძირითადი პრობლემა, მაინც მოდის გაჯეტ დამოკიდებულება. ნუ ცნობილია, რომ გაჯეტ დამოკიდებულება აუტიზმს და სხვა განვითარების შეფერხებას არ იწვევს, ხო? ეს ნუ უბრალოდ საკმაოდ ძნელი სადიფერენციაციაა, როდესაც მე მომართავს პაციენტი წლინახევრის ასაკში, ეს არის უკვე ნეიროგანვითარების შეფერხება თუ გაჯეტ დამოკიდებულების პრობლემა. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ეს გადავამისამართოთ ნეიროლოგთან, ნეიროფსიქოლოგთან, იქცევის თერაპევტი, იქნება მეტყველების თერაპევტი. ამიტომ სასურველია სწორედ რომ დაახლოებით წლინახევრის ასაკში უკვე ბავშვს რამოდენიმე 2-3 სიტყვიანი წინადადება შეუძლია უკვე თქვას და ამიტომ აი ძირითადად ამ ასაკიდან ვლინდება განვითარების ეტაპების დაყოვნება და დროული ჩართვა სხვადასხვა განვითარების ცენტრებში, რამე თუ ჩვენ მაქსიმალურად სწორედ აი ამ ასაკში უნდა მოვახდინოთ მათი დიფერენცირება და დროული ჩარევა. ბატონო თემო, ხვალ არის 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. რას უსურვებდით ბავშვებს და მათ მშობლებსაც და ბებიებს და ბაბუებსაც? თვითონ დარიგება. თავარი რაც არის, ეს არის ჯანმრთელობა, ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა და ჩვენ სახელმწიფომ ბებიებმა, ბაბუებმა, მშობლებმა მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ მათი კეთილდღეობისთვის, ხო, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ბავშვი არის ყველაზე დაუცველი, ესეთი ტერმინიც არის, რომ ბავშვს ჩანასახიდან უფლება აქვს და იყოს დაცული და მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი იყვნენ ბედნიერები, ჯანმრთელები, წარმატებულები გაიზარდონ, რამე თუ ის არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის არის მთავარი მათი გამოცდილება, მათი ცოდნა და მათი ჯანმრთელობა. და ძალიან ბევრი სიყვარული უნდა ვაჩუქოთ ჩვენს მომავალ თაობას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის რომ არის კეთილდღეობაც, არის ყველაფერი, ბავშვს არაფერი არ აკლია, მაგრამ აკლია სითბო, ყურადღება და სიყვარული და ეს არის ის რისი კომპენსაციაც არაფრით არ შეიძლება და მე ბებიებს ვეტყოდი რომ რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყოთ, რაც არ უნდა დაღლილები იყოთ, რაც არ უნდა ცუდად იყოთ, ჩაეხუტეთ თქვენ შვილიშვილებს და დაუთმონ მეტი დრო ბავშვებს. ალბათ ეხლა ნინა მეც გავიხსენებ, როდესაც მამა გავხდი, ალბათ ეხლა ვნანობ იმას, რომ ნაკლები დრო დაუთმე ჩემს შვილებს. მაგრამ შვილიშვილზე ანაზღაურებ. ზუსტად ასე ვფიქრობ. ბატონო თემო, მადლობა და კიდევ დიდი სიამოვნებით გელით ჩვენს გადაცემაში. მადლობა წარმატებები, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენოთ გადაცემის პარტნიორების შესახებ. GM Pharma გახლავთ გადაცემის სპონსორი, ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-ის პარტნიორია. წყალი მთის და Paris Saint-Germain 4 წელი ერთად. ასევე გადაცემის სპონსორია Phagio. Phagio გახლავთ დამცავი ფარი გაციებისა და ინფექციებისგან. ყველა დედამიწის Phagio. ავერსის სიყვარულით გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ავერში წარმოდგენილია ბავშვთა მოვლისა და კვების ბრენდების ფართო არჩევანი. 1 ივნისის დღესასწაულთან დაკავშირებით ავერსი გთავაზობთ ბავშვთა მოვლის და კვების ბრენდებზე სხვადასხვა აქციებს და შეთავაზებებს. სიყვარულით ავერსი. ლობელოს ორცხობილები, რომელიც დამზადებულია იტალიაში, გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალებით, რაც ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდას და განვითარებას. ასევე ავერსი გთავაზობთ ჩიკოს. ჩიკო არის იტალიური პრემიუმ ხარისხის ბავშვთა მოვლის ბრენდი, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხო და კომფორტული პროდუქტებით ჩვენი პატარებისთვის. სანტე წარმოგიდგენ რძის პროდუქტების საბავშვო ხაზს, ლოკომოკოს. ბრენდის მთელი ასორტიმენტი პატარების გემოვნებაზეა მორგებული და გამდიდრებულია სწორედ იმ ვიტამინებით, რომელიც ზრდა განვითარებას უწყობს ხელს. გადაცემა გრძელდება, ჩვენი ძალიან საყვარელი გოგო კეთი ხატიაშვილი შემოგვიერთდა თავის შვილებთან ერთად. შენ შემთხვევაში, რომელიც დღე და ღამე სამსახურებში ხარ დაკავებული, მოახერხე ის, რომ უკვე მესამე შვილს ელოდები.
ოჩახ ჯერ პირველ რიგში ბრავო. მადლობა. რა არის შენი საიდუმლო რომ ახერხებ თან მუშაობას, თან აი ამ ბავშვების გაჩენას და მე მათ გაზრდას და აღზრდას. პირველ რიგში მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. რა მახსენდება? ჩვენ ერთ-ერთი გადაცემა გქონდა, მაშინ ელოდებოდი ილიას. ილია ნამყოფი ვარ, ილია ნამყოფია. ილია ნამყოფია. არ ეთყობა როგორ შინაურულად არის. კი, ძალიან. მიხარია თქვენთან სტუმრობა, პირველ რიგში მადლობა. რა თქმა უნდა, ალბათ დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან. მრავალშვილიანობა, ფინანსურ საკითხსაც გულისხმობ და ვიღაცას ფიზიკურად არ შეუძლია ვიღაცისთვის ალბათ რთულია მენტალურად ამისთვის მომზადება, ვიღაცას მშობიარობა აშინებს. ჩემ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ვერ შეგაშინა ვერაფერი. ხო, რაღაცნაირად ყველაფერი მარტივად გამომდის. ორსულობა არ მიშლის ხელს, არანაირ სამსახურში, არც ფრენებში, არც დატვირთვებში, არც ღამის გათენება თუ მჭირდება. მოკლედ არ მიშლის ხელს. კი, ახლა პირველი 2 თვე და პირველი ტრიმესტრი ჩემთვისაც ცოტა რთულია ყოველი ორსულობის, მაგრამ მეხმარებიან ადამიანები, არ ვიცი, ალბათ სახში კარგი გარემო მოქმედებს კიდე ყველაფერზე, რაღაცა პოზიტიური სახეები, მოკლედ ყველაფერს პოზიტივით ვუდგებით და ვერ ვიტყვი, რომ ორსულად როცა ვარ, გათიშული ვარ რაღაცას მოწყვეტილი, ან რაღაცას ვიკლებ, ახლა შეიძლება 8 საათი ფრენა არ დავიგეგმო და არ გავფრინდე შორეულ ქვეყანაში, მაგრამ დანარჩენი ყველაფერს ვაკეთებ. ის კი არა, ახლა ამ ორსულობაში გამოცდები ჩავაბარე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და მოკლედ ფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის შვილების სიყვარული. აი ეს არის თავარი ეს გამოძრავებს სიყვარული ბავშვების მიმართ და აი ანასტასია მე გავაჩინე 21-ის ვიყავი და ახლა გაჩენილი 35 წლის, ხო, ვართ დებივით. ნამდვილად ძალიან დიდი სხვაობა არის, როგორც დედა შემიძლია ეს თამამად ვთქვა. 15 წელია შუალედი თითქმის. და რაღაცა მე მგონი სულ უფრო და უფრო ტკბილი ხდება ეს პატარა ბავშვებზე ზრუნვა, სხვანაირად უყურებ მათ ყოველ რაღაცა გატარებულ დღეს, თვეს და ახლა გაკვირდებოდი, აი მე მაგალითად ძალიან ფეთიანი დედა და ბებია ვარ. შენ რაღაცნაირად უშვებ, რომ არა უშვებს, წაიქცება, წამოდგება, წაქცებას არ ვაცლიდი ხოლმე, ეგრევე ვეტაკებოდი, ჩემს შვილებს ახლაც იგივე გავაკეთე და მე წამიქეცი და ბავშვი გადარჩა. აი ამ ფოთის მართვას როგორ ახდენ, იმიტომ რომ არ არსებობს, რომ არგანისტიდი არ ღელავდე, მაგრამ აი ეს რაღაცნაირად თავი ხელში აკრავს. მქონდა ანასტასიაზე მეც გამძაფრებულად, რა თქმა უნდა. ნამდვილად მეორე შვილზე ეს ცოტა უფრო განელდა. ეს შიში. მე მგონი მესამეზე მთლად კიდევ უფრო განელებული იქნება, მაგრამ პირველი ეს არის დათოს დამსახურება, დათო ძალიან ისე უდგება, რომ არა უშავს, თვითონ ადგეს და მართლაც აი ეზოში რო ვარ, უფრო თამამად ვართ, რო წაიქცევა თვითონ ადგება, ნაკლებად წუხდება აი და ნაკლებად ითხოვს შველას და მომწონს ეს. ანასტასია, ჩაგვერთე საუბარში. პატაშერის ერთი ექსპერიმენტი გავაკეთეთ სახში, ვნახე TikTok-ზე, რომ ესე, მშობლების ხედან და ეძახიან ბავშვს და აბა ვისთან მოვა და ვიჭექით მე დათო და ანასტასია და 3-დან 3-ვე ჯერ ანასტასიასთან მიდის ილია. ანასტასია, აბა მითხარი ახლა შენ. როგორი დამოკიდებულება გაქვს პატარასთან? ილია რაც გაჩნდა, მე ამდენი ხანი არც და არც არ მყოლია. სულ ამბობდი რომ მინდა და რაღაცა და ილია რაც გაჩნდა, აი ჩემს და ილიას შორის ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომ ყოველ ჯერზე რომ ნახურავ, ანუ უფრო და უფრო ესე ვახლოვდებით და უფრო ალბათ ვიყვარდება ერთმანეთი. კვების დროს ეხმარებით თუ არა დედიკოს? კი, სხვათა შორის. აი როცა დედასთან ვარ ხოლმე, საღამოობით უკვე ტრადიცია გვაქვს, რომ ილია დაჯდება, მეც გვერდზე აუცილებლად უნდა მიუჯდე, თან ვართობ, თან ვაჭმევ და მე შემდეგ უკვე ავდივართ და რაღაცა ზემოთ ვერთობით სახში. დედა თუ გაძალებდა ბავშვობაში ჭამას? არა. მე ჭამა ძალიან მიყვარს და დაძალება არ ჭირდება. აი ისე მეხარბება ხოლმე ის შვილები, ვისაც არ ჭირდება კვების მე გაძალება. არ ვიცი, რას ნიშნავს, რომ ბავშვი არ ჭამს მართლა. ამან დღეში 3 რო არ ჭამოს, კაი ხორციანი საჭმელები, ანასტასიაც ეგრე იყო. კარგი, ეხა შურით გავსკდები. ანასტასია, ხვალ არის 1 ივნისი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. რას უსურვებდი შენ თანატოლებს? ყოფილიყავით ერთგულები, ერთმანეთთვის პატივი გვეცა.
გაგვეგო ერთმანეთთვის ყველანაირ სიტუაციაში და მაქსიმალურად ნაკლები ალბათ ბულინგი ყოფილიყო ჩვენ შორის და ეს ერთმანეთის მიმართ დაცინვა და შეურაცხყოფის მიყენება. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ანასტასია. ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი და ზრუნველი, რაც თავარია, გისურვებ ანასტასია წარმატებას და კიდევ ერთხელ ხდება დაიკო. აბა. დიდი სიხარული გელოდება წინ, მაგრამ ჩვენ სტუდიიდან ისე არ გაგიშვებთ, რომ საჩუქრები არ გადმოგცეთ. აუცილებლად. ასე რომ ეს არის ფაგიოს საჩუქრები. ეს არის ავერსის საჩუქრები. ეს ყველაფერი თქვენია. უღრმესი მადლობა, მე და ილია აუცილებლად ამით უმასპინძლებთ ერთმანეთს. როგორც გავარკვია, აგვისტოს ბოლოს ველოდებით პატარა გოგონას გაჩინა, სახელი ჯერ არ შეგვირჩევია, ხო? ჯერ ვერ. აგვისტოს ბოლოს. კეთი, ძალიან სასიამოვნო იყო შენი სტუმრობა ჩვენთან სტუდიაში, ჩვენს გადაცემაში და რა თქმა უნდა, ასეთი შემადგენლობით. მადლობა თქვენთვისაც ძალიან და გელოდებით იქეთა სეზონზე 3-ვეს. უკვე 4-ეული მოვალთ. 4-ეული. აუცილებლად. მადლობა. მადლობა. ასეთ ბედნიერ ნოტაზე მოდი რა ჩემთან რა. მოდი რა პატარა ჰერკულესი რო ხარ. არ მოდი ჩემთან პატარა ჰერკულესი. ჩვენ ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებით შაბათს 16 საათზე იმუნიტეტი დაგიბრუნდებათ იმედის ეთერში. გისურვებთ ჯანმრთელობას. გვიყურეთ და აიმაღლეთ თქვენი იმუნიტეტი.